ამ ვიდეოს მე უძღვნი ადამიანებს, ვისაც უყვართ ტარო. ისე უყვართ, რომ აი შეიძლება იმ დონეზე რომ უბრალოდ უყურებთ. შეიძლება თქვენ გიზიდავთ ტარო და ვერ ხსნით რატომ იზიდავს, რატომ აინტერესებს. შეიძლება ვიღაცას უკვე გაჩუქეთ, თქვენ ვიღაცამ გაჩუქა უკვე თქვა დასთა და თქვენ ვერ ხვდებით რატომ აჩუქეს ეს ტარო დაუშვათ. აი რისთვის მინდა ეს ტარო? მე გეტყვით ერთ საიდუმლოს, ჩვენ არ ვირჩევთ ტაროს, ტარო გვირჩევს ჩვენ და ნახეთ რა სასწაული ავიღეთ დასთა და ყურუმი დაიხათ. ყურუმი არის მფარველი საერთოდ ტაროს მფარველი არის. და ნამდვილად მე ვიცი რომ ძალიან ბევრს აინტერესებს, რადგან თქვენ უყურებთ ტაროს, ესე იგი ანუ გააშლები, გიზიდავთ, გჯერა, გისრულდებათ, რა თქმა უნდა, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ აი მოდი მე თვითონ ვისწავლე. მეც ვიყავე მასე დღეში, რამდენიმე წლის უკან, როცა მე საერთოდ ძალიან მიყვარდა, ადრე არ იყო სიტყვა ტაროლოგი, იყო სიტყვა უფრო ჭარბობდა მკითხავები და თუ ვინმე სადმე არსებობდა, დავდიოდი და უამრავ ფულს ხარჯავდი იმისთვის, რომ გამეგო რაღაც მომენტები გამერჩია და მაგრამ იყო ესეთი მომენტი, შეიძლება თქვენს გააქვთ ეგეთი სიტუაციები, როცა გეუბნებიან, რაზე მოდიხარ, შენ თვითონ ყველაფერი იცი და ეს კიდე უფრო მეც მაგას მეუბნებოდნენ და ძალიან შიში მაგდებდნენ, იმიტომ რომ სულ ვფიქრობდი, მე რა ვიცი, მე არაფერი არ ვიცი, მე შენთან მოვედი, რომ შენ უნდა მითხრა, მე რა ვიცი. და ეს იყო სულ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს აი თქვენს გეუბნებიან ეგეთ რამეს, როცა თქვენ დაუშვათ ვინმესთან მიდიხარ და სთხოვთ დახმარებას, მაგრამ ეს მომენტი რატო იწვევდა შიშს? იმიტომ რომ ჩვენ ასოციაცია როგორი გვაქვს? ტარო, ესე იგი უდრის ანუ მაგია და თან ახლა რატომღაც აი შავი მაგია, ხო? მაგია არის პრინციპში ისეთი რამე, რაც არის ამოუცნობი, რასაც ჩვენ არ ვიცით და გვაინტერესებს, რა თქმა უნდა და გვიზიდავს, მაგრამ მე არ ვუარყოფ, რა თქმა უნდა, ეხა შავ მხარეს, მაგრამ მე ერთი რამე ერთ დროს როცა მე დამაინტერესა, ისეთი ფრაზა გავიგე და ეს იყო ჩემი ტრიგერი რა, რომ ის ადამიანი, ვისაც მე უკვე ვისწავლე ტარო, თქვა ეგეთი სიტყვა. მე მუშაობ ეკოლოგიურად სუფთა. რას ნიშნავს ეგა? აი ნახეთ ახლა ავიღოთ თუნდაც დანა. ხო გააჩნია ვის ხელში არის საერთოდ ინსტრუმენტი. დანით შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ უგემრიელისი საჭმელი, დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ გავაკეთებთ უგემრიელის საჭმელს, დავჭრით ტორტს დაუშვათ, ნამცხვარს, ხაჭაპურს და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება იგივე ინსტრუმენტმა მიუტანოს ვინმე ზიანი. ანუ ამით რა მინდა ვთქვა, რომ გააჩნია ვის ხელში ეს ინსტრუმენტი და თუ შენ გინდა რომ დაუშვათ ეს ინსტრუმენტი გამოიყენო როგორც დამხმარე იმაში, რომ შენ დაგეხმაროს, რომ გაარჩიო სიტუაციები, თქვათ, ხო? ნებისმიერი, თქვათ, გინდათ სასიყვარულო, გინდათ ფინანსური, გინდათ ახლა შენ შეიძლება ხელმძღვანელი ხარ და სხვათა შორის ახლა იცით თქვენ ეგეთი არის პროფესია HR-ი, ადამიანი, რომელიც თქვათ სამსახურებში ირჩევს და ახლა უკვე მსოფლიოში წავიდა ისეთი ტენდენცია, რომ თუ დაუშვათ ადამიანი ფლობს ან დაუშვათ ტაროს, ან ფლობს შეიძლება თქვათ ნუმეროლოგიას და ასე შემდეგ, ესეთ ადამიანებს იწვევენ სამსახურში იმისთვის, რომ დაეხმარონ, იმიტომ რომ ტარო არის პირველ რიგში ფსიქოლოგიური, აი წიგნი, პირველი წიგნი ფსიქოლოგიის. ანუ თუ შენ იცი როგორ უნდა სწორედ გამოიყენო ეს ინსტრუმენტი, შენ შეგიძლია ნახო ისეთი საინტერესო მომენტები, რომელიც შენთვის აი შენს დაგეხმარება და სამსახურშიც დაგეხმარება და შენს მეგობრებს და ახლობლებსაც დაეხმარები ამ ინსტრუმენტებს და ფულიც აღარ დაგეხარჯება, აღარც ივლი სამკითხაოდ სიტყვაზე, შენ თვითონ შენს თავს ნებისმიერ სიტუაციას გაურჩევ და ამიტომ მე გავამზადე ესეთი საჩუქარი. ჩემთან უკვე აკადემია გავხსენით, ტაროს აკადემია, იმიტომ რომ მოვიდა დრო, შარშან უკვე დავიწყე მე ჩემი ცოდნის გაცემა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანმა მომწერეს, რომ გვინდა, რომ
თქვენგან ვისწავლოთ ტარო. და დავიწყე მეც ახლა ჩემი ცოდნის გაცემა და შემიძლია გითხრათ, უკვე გამოუშვეს ძალიან უძლიერესი ჯგუფი გოგოების, ვინც ეკოლოგიურად სუფთად მუშაობს და ეხმარება უკვე ადამიანებს. მაგრამ ეს კურსი იყო უფრო VIP იყო, როცა პირადად ჩემთან სწავლობდნენ, რა თქმა უნდა, როცა შენ პირადად სწავლობ მასწავლებლისგან და შენ როცა მზად ხარ მასწავლებელი ყოველთვის გამოჩნდება, ხო? იყო ასეთი VIP ტარიფი, მე მინდოდა საერთო ჯგუფის შექმნა და ვიდეო გაკვეთილები ჩავწერე და მეთქი ისწავლიან თვითონ, მაგრამ სულ ყველა მოისურო მაშინ VIP-ზე სწავლა. მაგრამ იმის მერე ძალიან ბევრი მწერს, რომ გვინდა სწავლა, მაგრამ კიდევაც გეუბნებით, რომ როცა შენ პირდაპირ მასწავლებლისგან სწავლობ, რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ცოტა სხვა თანხებით ღირს, იმიტომ რომ მეტი რესურსი მიდის მასწავლებლისგანაც, ადამიანისგან, რომელიც გასწავლის და ეს არ არის მარტო ჩემი სიტუაცია, ეს მე სულ სწავლობ და ვიცი ეს, რაც არის, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც თვითონ ან უკვე იციან ცოტა, ან უნდა რომ გააუმჯობესონ თავისი ცოდნა. აი მაგათთვის მე გავაკეთე დღეს ესეთი საჩუქარი, რომ მთლიანი კურსი, რომელშიც შედის 3 მოდული, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ტაროს, ან როგორც ამბანს, სულ ყველა ასე ვთქვათ, ასოებს, ხო, როგორც ვამბობ ხოლმე, ასოებს ვსწავლობთ ჩვენ და მერე უკვე ამ ასოების დალაგება და კითხვა. ასეთი კურსი მაქვს, მერე უკვე ჩვენ ვსწავლობთ გაშლებს, საკრალულ გაშლებს, რომელიც რა თქმა უნდა მე არც YouTube-ზე არსად არ ვაჩვენებ, იმიტომ რომ ეს არის გაშლები, რომელიც მოდის მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლიდან მასწავლებელთან. აი ესეთი დიდი კურსი მაქვს, 7 თვე მიმდინარეობს სწავლა და გადაწყვეტილება მივიღე, რომ იმათთვის, ვისაც უნდა რომ შეისწავლონ ტარო, შეღავათი გავუკეთე და პლუს კიდე მით უმეტეს ახლა ახალი წელი მოდის და უფრო კიდე ჩვენ სულ ყველას გვიყვარს აქციები, გვიყვარს სეილები და გავაკეთე აი ესეთი საჩუქარი. ინფორმაცია მაგაზე შეგიძლიათ თქვენ ნახოთ ვიდეოს ქვეშ, ან ვიდეოს ქვეშ იქნება ინფორმაცია დადებული. შეგიძლიათ ვისაც გინდა და გაინტერესებთ, მიმართოთ ჩემს თანაშემწეს და პლუს კიდე ჩემი გოგოები, ჩემი მოსწავლეები, უკვე კურსდამთავრებულები, ვისაც აქვს უკვე სერტიფიკატი ოფიციალურად, იმიტომ რომ ჩვენი აკადემია არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, დაეხმარებიან იმათ, ვისაც სჭირდებათ, ვისაც უნდა აინტერესებს ტაროს სწავლა და რა თქმა უნდა, ახლა თავისთავად მეც მონაწილეობას მივიღებ და ამიტომ ჩემო ლამაზებო, თქვენ გექნებათ ახლა საშუალება ისწავლოთ ტარო, გაიგოთ ეს უნიკალური სისტემა, გაიგოთ როგორ მუშაობს ეს სისტემა და არა როგორც შავი მაგია და რაღაც, არა, ეკოლოგიურად სუფთა, ანუ ყველანაირი რაღაცა ესეთი შავი მაგიის რაღაც მომენტების, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი მე მწერს რომ თქვათ ახლა არის უფრო რა, ანუ რატომღაც მიმართულება ეგეთ რამეზე. ჩვენ სხვანაირად ვმუშაობთ და ამიტომ მე თქვენ გვპატიჟობთ, მიიღეთ ეს საჩუქარი და ისარგებლეთ აუცილებლად და თუნდაც აი თქვენთვის ნახავთ რამხელა იქნება შველა, იმიტომ რომ როცა შენ ტარო გეძახეს და როცა შენ გინდა რომ ისწავლო, მაგრამ უარს ამბობ, იმიტომ რომ გეშინია იმისი, რომ თქვათ ეს ახლა რაღაც აი ძალიან ბევრი მითები არის იმაზე, რომ თქვათ ახლა არ შეიძლება შენთვის მკითხაობა, არ შეიძლება თქვათ ახლა შეიძლება თქვათ ოჯახის წევრებზე ან შვილებზე იმოქმედეს მკითხაობა და შავი მაგია კი ბატონო თანახმავარ იმოქმედე და ძალიან ცუდად. და ეს რაღაც რიტუალები და რაღაცები ეს არის ძალიან სარისკო თემა. მაგრამ თუ შენ გინდა დაეხმარო შენს თავს და უცბად გაარკვიო თქვათ რა ხდება, რატო ხდება, რისთვის ხდება, რა გავაკეთო, რა ხდება ახლა ჩვენს შორის თქვათ, რა შემიძლია რომ ვუშველო მე ჩემს თავს, ანუ რა შეიძლება თქვათ, რისთვის მოვიდა ეს პარტნიორი, რა უნდა მაგას და ასე შემდეგ და ღრმად გაიგო ეს ფსიქოლოგიის ინსტრუმენტი,
მე ვპატიჟობ ჩვენს აკადემიაში და ნამდვილად ვიცი, რომ თქვენგან გამოვა ძალიან მაგარი სპეციალისტი, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ თავის თავს, დაეხმარება სხვებს, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, თუ თქვენ უკვე რომ დაგეძახათ, ესე იგი თქვენ ხართ საჭირო ვიღაცისთვის, ესე იგი ვიღაცა უკვე თქვენ გელოდებათ და უშუალოდ თქვენი დახმარება სჭირდება იმ ადამიანებს.